გამარჯობათ. დღეს YouTube-ზე ვეძებდი იდეას თუ რაზე გამეკეთებინა ვიდეო. გადავაწყდი ჰიტას ვიდეოს სოფლის მეურნეობასა და საკვების მოპოვებაზე. ჩემის აზრით ძალიან კარგი იდეაა და შევეცდები სხვა მხრიდან განვიხილო ეს საკითხი და რაღაცეებში შევეკამათები ბატონ ჰიტას. კაცობრიობამ პირველი ნაბიჯები განვითარებისკენ ქვის ხანაში დაიწყო. თუმცა ეს ხანა სხვა ხანებთან შედარებით დიდხანს გაგრძელდა. გადავიდეთ ამ ვიდეოს მთავარ ასპექტზე. ადამიანების გარკვეულმა ტომებმა დაიწყეს ერთ ადგილზე ცხოვრება და სასოფლო მეურნეობების მოწყობა, რაც დაკავშირებული იყო გამოზამთრებასთან და ზედმეტი პროდუქციის შენახვასთან. ანუ გაზაფხულ-ზაფხულში მოჰყავდათ მოსავალი. შემოდგომაზე ინახავდნენ და გამოიზამთრებდნენ. ამან გამოიწვია მშენებლობის ტექნოლოგიების განვითარება. თუმცა მომთაბარე მონადირე შემგროვებელი ტომები არსად გამქრალან. მომთაბარე ტომებს უფრო უჭირდათ გამოზამთრება, ამიტომ მათ და იმ ტომებმა, რომლებსაც არ გაუმართლათ მოსავლის მოსვლის მხრივ, დაიწყეს ერთმანეთზე თავდასხმები და საჭმლის ერთმანეთზე წართმევა. ამიტომ აუცილებელი გახდა თავდაცვა, რაც მოითხოვდა გარკვეულ ორგანიზაციას. ასე ჩაეყარა საფუძველი ქალაქებს, ქალაქ-სახელმწიფოებს და სახელმწიფოებს. აქედან დაიწყო ცივილიზაცია. ბატონმა ჰიტამ განაცხადა, რომ ერთ ადგილზე ცხოვრება უფრო უსაფრთხო იყო, რაც ჩემის აზრით არასწორია. იმ პერიოდში მთელს ჩვენს პლანეტაზე რამდენიმე მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და ერთმანეთს ძალიან იშვიათად გადაეყრებოდნენ ხოლმე. საომარი და საბრძოლველიც არაფერი ჰქონდათ, რადგან არ ჰქონდათ ქონება, რისი წართმევაც შეიძლებოდა ერთმანეთისთვის. ადამიანები, როგორც ყველა პრიმატი, სოციალური ცხოველია და ჩვენს გენშია სოციუმების შექმნა და თანაცხოვრება. მაგალითად, ნეანდერტალელი თანაცხოვრობდა კრომანიონელ ადამიანთან და საერთო შთამომავლობაც ჰყავდათ. ჰიტას ხშირად ვუყურებ და მომწონს მისი ვიდეოები. ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ხანდახან არ ვეთანხმები ხოლმე უმნიშვნელო წვრილმანებში. კაცობრიობამ დიდი გზა განლო დღევანდელ ტექნოლოგიური ცივილიზაციამდე. იმედი მაქვს ისტორიული პერსპექტივით მალე კოსმოსური ცივილიზაცია გავხდებით და კარდაშოვის ცივილიზაციათა დახარისხების მეორე ეტაპზე გადავალთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, ყველას გისურვებთ კარგ დღეს და კარგად ბრძანდებოდეთ.